გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო და მე გირჩევთ, რომ დღევანდელ გამოშვებას უყუროთ მობილურით, რადგან ამჟამად მოწინავე პოზიცია ჩვენმა ქვეყანამ მობილური ინტერნეტის სიჩქარის მაჩვენებლით მოიპოვა. მეგობრებო, აქვე გეტყვით, რომ ჩვენმა ერთმა ძალიან ერთგულმა მაყურებელმა რეალურად შექმნა ასეთი ღილაკი, რომელიც რეალურად გამოსცემს აი ესეთ ხმას. ამიტომ გავუშვით ის წინა ვიდეო კიდევ ერთხელ, გავუშვით. საქართველოს რომ რეიტინგული მაჩვენებლებით მსოფლიოს მასშტაბით მრავალი მიმართულებით ლიდერობს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ფაქტია. ამჟამად მოწინავე პოზიცია ჩვენმა ქვეყანამ მობილური ინტერნეტის სიჩქარის მაჩვენებლით მოიპოვა. კარგია. გადაცემა მინდა დავიწყო ამ ვიდეოთი, რომელსაც პირობითად შეგვიძლია უწოდოთ წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩევიან. უყურადღებოდ იყო დარჩენილი საქართველო, მაგრამ დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი როგორიც არის ბატონი ვიქტორ ორბანი. ისე ნეტა როგორ გრძნობს თავს ღარიბაშვილი? მოიკითხავ ვინმე საერთოდ. როგორ ხარ ირაკლი? როგორი პირობებია? სრული რომ იტყვიან კომფორტი შექმნილი პატიმრებისთვის, ნორმალური პირობები, ყვება შესანიშნავი, ასე რომ არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ერთი დიდი, მსუქანი და ძალიან უტიფარი ავტორიტარული ლაქა ამოირეცხა. 16 წლიანი ძილქუშის შემდეგ უნგრეთმა ვიქტორ ორბანი სახლში გაუშვა. We are so happy that Orban is finally gone. ამ წლების განმავლობაში ორბანის კორუმპირებულ ხელისუფლებას უამრავი ცოდვა დაუგროვდა. იქნება ეს შიდა კორუფცია, მედიის ჩახშობა, კრემლთან მალული კომუნიკაცია თუ კიდევ სხვა ათასი რამ. აქვე უნდა ითქვას, რომ ორბანი ბიძინას ხელისუფლებისთვის იდეოლოგიურ მენტორად მუშაობდა. ოცნებამ იქიდან გადმოიღო რეპრესიების მოდელები, ინსტრუმენტები. უფრო სწორად კი კრემლი ჯერ ორბანის ტიპის დიქტატორებს ჩუქნის ამ რეპრესიულ მოდელებს, მერე იმათ რო უპატარავდებათ ბიძინას აცნობს. უფროსი ბიძაშვილის ფეხსაცმელებით. როგორც იქნა ეს ძველი გაცვეთილი ფეხსაცმელი, რომელმაც 1000 წყლული გააჩინა, უნგრეთმა გაიძრო ორბანის მოშორებით. ამ დღეებში ჩვენ უამრავი პოსტი შემოხვდა იმაზე, თუ რატომ ვერ იმუშავებს უნგრეთის წარმატება საქართველოში. რაღაცებში მეც ვეთანხმებ. მაგალითად იმაში, რომ ყველა რეჟიმს თავისი სპეციფიკა აქვს, მეგობრებო. რუსულს, უნგრულს, ბელარუსულს. ქართული ოცნების რეჟიმს ბევრი რამ აქვს თითოეულ მათგანთან საერთო. მაგრამ ჯამში მე მაინც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ამ დასკვნას ვიზიარებ. არ არის რუსული რეჟიმი, არ არის რუსული რეჟიმი. ეს არის ქართული რეჟიმი. ასეა, ეს არის ქართული რეჟიმი, მეგობრებო, და ის უნგრულისგან საკმაოდ განსხვავებულია. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველებსა და უნგრელებს ერთი რამ ცალსახად გვაერთიანებს. მოდით ჯერ გავიხსენოთ მერაბ კოსტავას აი ეს სიტყვა. საუკეთესოდ ჩვენ ქართველები მხოლოდ გარდამხვევ მომენტში, მაშინ როდესაც დაღუპვის კაცავად მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით, ხოლო რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როდესაც უკვე ერის გადარჩენაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ აღორძინებაზე, იქ კი ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გორონტობა, ჩვენი ეს ოდით განდელი სენი და ჩვენ ყავ ერთმანეთს შორდებით. თურმე ზუსტად ამავე დიაგნოზს უსვამენ უნგრელებიც საკუთარ თავს. მათ აქვთ ერთი ძალიან საინტერესო ცრურწმენა, რომელსაც ტურანულ წყევლას, იგივე ტურანი ატოქს უწოდებენ. Ez a turáni átok. Ugyan a fogalom gyakran felbukkan a magyar közbeszédben. Am ცრურწმენის მიხედვით უნგრელი ერი განწირულია მუდმივი შიდა კინკლაობისთვის, განხეთქილებისთვის, ღალატისთვის და პესიმიზმისთვის. ამიტომ პეტერ მადიარს ახლა ორბანზე ბევრად უფრო საშიშ და უხილავ მტერთან მოუწევს ბრძოლა. მან უნდა დაამსხვრიოს ტურანული წყევლა, ანუ ხალხის რწმენა, რომ ისინი ვერასდროს იქნებიან ერთიანი და ბედნიერი.
და აი აქ მოვდივართ ჩვენამდე. დღეს ჩვენი უდიდესი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანას გვართმევს კაცი, რომელიც ჩვენზე ბევრად უფრო მძიმე ცრურწმენებით ცხოვრობს. გახსოვთ ალბათ ცოტა ხნის წინანდელი ამბავი ბიძინას ეზოთერიკოს მრჩეველზე. ბაჩიაშვილი რომ მოყვა, ივანიშვილი საკუთარი მოკვდაობით არის შეპყრობილი და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად რაღაც ექსპერიმენტულ ვუდუ რიტუალებსა და ღეროვანი უჯრედების პროცედურებს იტარებს. სახლში კიდევ პირადი ვუდუ ოსტატი, ვინმე იულია კრუშჩანოვა უზისო. მაგრამ მე ამ ყველაფრის არ მჯერა. რადგან ვიცი რომ ბატონი ბიძინა ჭეშმარიტი ქრისტიანია. თუ ვინმეა ქრისტიანი, მე აუცილებლად ქრისტიანი ვარ და სანთლების ზანთებას და ეს პროცესი აუცილებლად ამაში ყველაფერს მონაწილეობას ვეგულობ. ყველა ჩემი შვილი განათლულია თავის დროზე და ყველა პროცედურას როგორ ამ ყავსო ბავშვებიო? ყველა ჩემი შვილი განათლულია თავის დროზე და მოკლედ ბიძინას ფული რომ არ კონდეს, ის იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი, პრიმიტიული ცრურწმენებითა და ფობიებით სავსე ბიძია. ტიპი, რომელიც შავი კატის დანახვაზე სამჯერ აფურთხებს, სარკის გატეხვაზე გული მისდის და ღამე ნაგავს არ ყრის, რომ ბარაკა არ გაატანოს. პრინციპში ახლაც ზუსტად ეგეთი კაცია. უბრალოდ რადგან მილიარდები აქვს, მისი ფობიები სახელმწიფო პოლიტიკად იქცა. ის რომ ბიძინამ ახლა აბასტუმნის თავზე 52 კილომეტრიანი საჰაერო სივრცე ჩაკეტა, სხვა კი არაფერია. ეს არის მისი პირადი პარანოიის გამოვლინება. და ეს პარანოია სამწუხაროდ ვრცელდება საზოგადოებაშიც. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ცრურწმენების დანგრევა შესაძლებელია, მეგობრებო. შესაძლებელია რეალობაში დაბრუნებით. ამიტომაც დღეს ვეცდებით, რომ გაგიზიაროთ 5 სასაცილო ცრურწმენა, რომელიც ძალიან სერიოზულად არის ჩვენს გონებაში გამჯდარი. ჩვენს რეიტინგს ხსნით მე-5 ადგილით და ერთ-ერთი ყველაზე მყარი გეომეტრიული ფობიით მაგიდის კუთხეში დაჯდომა. ყველას გვახსოვს ის მომენტი ოჯახურ სუფრაზე, ბებიები პანიკურად რომ გვაფრთხილებდნენ. მან არ დაждდებებია, თორემ 7 წელი ბედი არ გაგეხსნება და შინაბერად დარჩებია. თითქოს მაგიდის კუთხე არის რაღაც ბერმუდის სამკუთხედი, სადაც შენი პირადი ცხოვრება, ლიბიდო და რეპროდუქციული პერსპექტივა სამუდამოდ უჩინარდება. საიდან მოდის ეს სრურწმენი? ძველად დიდ ოჯახებში მაგიდასთან ადგილები მკაცრად იყო განაწილებული. ცენტრში იჯდა ოჯახის უფროსი, შემდეგ ვაჟები, შემდეგ გრძლები. კუთხეებში კი სვამდნენ ყველაზე დაბალი სტატუსის მქონე წევრებს, ხშირად შორეულ ნათესავებს, შეკედლებულ ადამიანებს ან მზითვის არ მქონე გოგონებს, რომელთაც საკუთარი ადგილი არ გააჩნდათ. თუ გოგონა კუთხეში იჯდა, ეს ნიშნავდა, რომ მას ოჯახში პრივილეგირებული ადგილი არ ჰქონდა. რაც პოტენციური მეხორწინისთვის ნიშნავდა, რომ მას არც მზითვი ექნებოდა. ანუ კუთხეში ჯდომა კი არ იწევდა უცოლ-ქრობას. არამედ ეს იყო იმის ინდიკატორი, რომ ამ ადამიანს დაქორწინების დაბალი შანსი ჰქონდა. გავიდა საუკუნეები, სუფრის ეს იერარქია მოირღვა, მაგრამ ის ცრურწმენად ტრანსფორმირდა. ამ ლოგიკით ქართულმა ოცნებამ ახალ თაობას ნამდვილად მაგიდის კუთხეში მიუჩინა ადგილი. სტატისტიკას შევხედოთ. თუ 2013 წელს საქართველოში 34,000-ზე მეტი წყვილი ქორწინდებოდა, 2025 წელს ეს რიცხვი 22,000-მდე ჩამოვიდა. ეს არის თითქმის 36%-იანი კლება. ხო და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ მთელი ახალგაზრდობა სუფრასთან მაგიდის კუთხეებში ჯდომა შეიჩვია ბოლო დროს. თუ იმიტომ რომ ახალგაზრდებს უბრალოდ ელემენტარული გადარჩენის საშუალება არ აქვთ. მოდით ჩავატაროთ მარტივი ექსპერიმენტი და დავთვალოთ. წარმოიდგინეთ ტიპური ახალგაზრდა წყვილი, რომლებსაც ჯამში, თქვათ 2500-3000 ლარი აქვთ შემოსავალი. გადაწყვეტენ რომ ერთად იცხოვრონ. უცებ ისინი აღმოაჩენენ რომ თბილისის პერიფერიულ უბნებში ყველაზე მოკრძალებული ერთ საძინებლიანი ბინის კირა საშუალოდ 400-500 დოლარი, ანუ 1100-დან 1350 ლარამდე ჯდება. ამას ემატება კომუნალურები, დაახლოებით 250 ლარი. ანუ მათი საერთო ბიუჯეტის 60-65% პირდაპირ ჰაერში მიფრინავს. დარჩენილი ფულით უნდა ჭამო, იმგზავრო და როგორც ქართული ოცნება გეუბნება, ქართული გენი გაამრავლა. თქვენ იცით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს პარლამენტი ამემართულებით, რომ განსაკუთრებით ხარდაჭერას შეუქმნათ ჩვენ ახალგაზრდა ოჯახებს, რომ ახალგაზრდება შექმნან ოჯახები, იმისაც რომ გამრავლდეს ჩვენი ერი. როგორ უნდა გაამრავლო 2500 ლარით? მაგრამ ირაკლი კობახიძის აზრით, პირიქით მეგობრებო, სინამდვილეში საქართველოში შობადობა შემცირებულია მაღალი კეთილდღეობის გამო. სიტყვას არ ვაჭარბებ, ნახეთ. მცხარო რეალობა, რომ რაც უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე, მით უფრო ძიმდება ხოლმე დემოგრაფიული ტენდენციები. აი ხო ხედავთ მეგობრებო, როგორი კეთილდღეობაა ქვეყანაში. აი გადიხარ ქუჩაში და ეგრე აი კარგების და კეთილების დღეობა არის, აი
შენს გონებაში მეტი არაფერი არ ხდება, რომ კარგების და კეთილების დღეო. დედის ტრაკი. ეს ქირაზე ვილაპარაკეთ. და თბილისში ბინის ყიდვაზე ლაპარაკით ზედმეტია მეგობრებო. 2026 წლის თებერვალში 1 კვადრატული საშუალო ფასი $1,348 გახდა. თბილისის ცენტრალურ უბნებში ფასები $2,300-საც ხდება. უძრავი ქონების ბაზარი დიდი ხანია გადაიქცა ინვესტორების სათამაშოდ, სადაც ახალგაზრდებისთვის ადგილი უბრალოდ აღარ არის. ხო და რა შვება ეს ხალხი? რას და იბარგება და გარბის. საქართველოდან ადამიანური კაპიტალის ევაკუაცია მიმდინარეობს. მარტო 2023 წელს ქვეყნიდან 245,000 ადამიანი გავიდა. და ვინ არიან ეს ადამიანები? მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ის 20-39 წლის ხალხია, ვისაც ოჯახი უნდა შეექმნა და ქვეყნის ეკონომიკა აეშენებინა. ესენი არიან ისინი, ვინც მაგიდის კუთხეში დასვა ქართულმა ოცნებამ. შედეგად კი მივიღეთ ეგზისტენციალური კატასტროფა, რომელსაც დემოგრაფები დემოგრაფიულ ზამთარს ეძახიან. 2025 წელს საქართველოში დაიბადა 37,867 ბავშვი და გარდაიცვალა 44,319 ადამიანი. ანუ სტატისტიკურად ფრაზას კუთხეში არ დაждდე, უფრო ხშირად ქელეხების სუფრაზე გაიგებდით, ვიდრე დაბადების დღეებზე. თითქმის 6,500-ით მეტი ადამიანი დავკარგეთ, ვიდრე შეგვემატა. ეს ერი პირდაპირ მნიშვნელობით ქრება. ამიტომაც პრობლემა მართლა მაგიდის კუთხე კი არა, ის ხალხია, ვინც ამხელა ქვეყანა ერთ დიდ კუთხეში მიიმწყდია და ვინც ცდილობს ეს სიგიჟე დაგვაჭეროს. აი ეს. 90-იან წლებში პირველ რიგში, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ჩვენს ქვეყანას საბჭოთა სისტემის რღვევის შემდეგ, მაშინ იყო ბევრად უფრო მაღალი შობადობის კოეფიციენტი საქართველოში, ვიდრე არის დღეს. ანუ კიდევ ერთხელ სოციალური მიზეზის ნაკლებად აქვს ამ ყველაფერს. ინტერესი არის შემცირებული. ყურადღება გაამახვილეთ ამ სიტყვებზე. ინტერესი არის შემცირებული. ანუ ხელისუფლებას ნუაბრალებთო, თქვენ თუ არ გიდგებათო. გადამწყვეტი მომენტი ცხოვრებაშიო. ჩვენს რეიტინგში მეოთხე ადგილზეა ფინანსური ფობიების კლასიკური დუეტი. სახლში სტვენა და ქუდის მაგიდაზე დადება. არ დადო ქუდი მაგიდაზე, სიღარიბე იცისო. სინამდვილეში ამ ცრურწმენას ძალიან მარტივი, პრაგმატული და რაც მთავარია, ჰიგიენური საფუძველი აქვს. საუკუნეების წინ, როცა ყოველდღიური შხაპი და შამპუნი უბრალოდ არ არსებობდა, ტილები ჩვეულებრივი ამბავი გახდათ. ხო და ქუდის სასადილო მაგიდაზე დადება პირდაპირ ნიშნავდა საჭმელში ტილების ჩაბერტყვას. შესაბამისად, გაუთვალისწინებელ ხარჯს. თუ რო გავიდა, ტილი აღარ არის ისეთი გავრცელებული, მაგრამ ადამიანებში შიში დარჩა და მისტიკურ მითად ტრანსფორმირდა. ასევე მოხდა სახლში სტვენაზეც, მეგობრებო. ეს ცრურწმენა საქართველოში ისლამის გამოჩენას უკავშირდება. ისლამური ტრადიციის მიხედვით, სტვენა დაკავშირებულია კაკაფონიასთან, რაც განდევნის კეთილ ანგელოზებს და მათთან ერთად ოჯახის ბარაქასაც. არაბი დამპყრობლები გადავაგდეთ, ცრურწმენა დარჩა. მაგრამ დროა მან მნიშვნელობა იცვალოს, რადგან ბოლო 14 წელიწადია ეს სტვენა ჩვენ სინამდვილეში სრულიად სხვა რამის მანიშნებელია, მეგობრებო. აი თქვენც ჩაგესმით ხოლმე, ხო? დღის განმავლობაში ეს სტვენის ხმა. ნუ გეშინიათ, ეს არ არის ტინიტუსი. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა დუხს და მუშაობს. დიახ, მეგობრებო. დუხს, როგორც ჩაიდანი. ოღონდ პრობლემა ისაა, რომ მაგ ჩაიდნიდან ჩვენ ერთი ჭიქაც არ შეგხვდება. ბიზნეს მთავრობა გვეუბნება, სიღარიბის ისტორიულ მინიმუმზე ვართ. აბსოლუტური სიღარიბე 9.4%-მდე ჩამოიყვანით. რა თქმა უნდა ჩამოიყვანით, აბარასიზამდით. იცით როგორ ითვლება სიღარიბის სტატისტიკა? ძალიან ირონიული მეთოდით. თუ ადამიანს სოციალურ დახმარებას დაუნიშნავ, ის ავტომატურად ვარდება სიღარიბის სტატისტიკიდან. ხო და დღეს საქართველოში 700,000-მდე ადამიანი, ანუ მოსახლეობის თითქმის 19% სოციალურ შემწეობაზე ზის. ყოველი მეხუთე ადამიანი სახელმწიფოს ფულად ინექციაზეა დამოკიდებული მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის. და ამ ხალხს საქსტატი არ ითვალისწინებს სიღარიბის დათვლისას. პარალელურად სურსათის ფასები კოსმოსში მიფრინავს. ბოლო 4 წელიწადში სტანდარტული პურის ფასი თითქმის 35-50%-ით გაიზარდა. ზეთის ფასი 100%-ით, ანუ გაორმაგდა, ხოლო კვერცხის საცალო ქსელში 50%-ით გაძვირდა. ინფლაცია არის ფარული გადასახადი, რომელიც პირდაპირ ღარიბი ხალხის ჯიბიდან იღებს პულს. და აი ამის ფონზე ოცნების პროპაგანდისტები ნახეთ რეებს ამბობენ. რომ თელი ერი გადასულია ხოულ ჭამაზე შუაღამისას. ყველაზე მეტი შეკვეთა არის ღამის 10 საათის მერე. და აღარ იციან, გამდიდრდნენ ტაქსის მძღოლები. ესე იგი მთელი ქალაქი გადასულია მუცლის ამოყორում. ეს ქალი პასუხობს აბსოლუტურად გენიალურად. მისმის რასაც ამბობ, მაგრამ ეს კვებად შიშმა იცის. როდესაც გეშინია,
მეტი საკვები გჭირდება. რომ შევაჯამოთ, გასაგებია რომ ძალიან რთული მდგომარეობაა მეგობრებო, ხო? სურსათზე ფასები მატულობს, ბინისქირას ვერ იხდით, კომუნალურებს ვერ იხდით, დემოგრაფია მცირდება, მაგრამ აი რაღაცა ხო კეთდება და ნუ ვიქნებით დაუნახავები. რაღაცა ხო კეთდება, კაცო, რაღაცა ხო შეიძლება დადებითად შეფასდეს, რაც მართლა კეთდება, აი ჩვენ სამნი რო გავიდეთ და ელემენტარულად ჩვენს რეიტინგში მესამე ადგილზეა ავი თვალი. ყველას გაგვიგია ეს ფრაზა. ვაიმე რაღაც წნევა მამიწია, გული მიმძიმდება, მგონი თვალი მეცა. ან საქმე თუ გაგიფუჭდა, აუცილებლად ვიღაცამ შურით შემოქმედა და დაგთარსა. კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დაახლოებით 91% იზიარებს ამა თუ იმ ტიპის ცრურწმენას. და მისტიკური აგრესიისგან თავის დასაცავად ვიკიდებთ გიშრის ქვებს, ვიბამთ წითელ ძაფებს და ვემსგავსებით საახალწლო ნაძვის ხეებს. ოღონდ უფრო მეტი პარანოიით. მაგრამ მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. სინამდვილეში ჩვენ ქვეცნობიერად ძალიანაც გვირჩევნია, რომ ჩვენი ცუდად ყოფნა ავი თვალის ბრალი იყოს. იმიტომ რომ თუ ეგ ავი თვალის ბრალი არ არის, ესე იგი რეალურად ხარ ავად. რეალურად ავად ყოფნა კი ნიშნავს, რომ ექიმთან ხარ წასასვლელი და საქართველოს ჯანდაცვის სისტემასთან გიწევს ურთიერთობა. ჯანდაცვასთან ურთიერთობა კი ჩვენს ქვეყანაში ისეთი გრძელვადიანი, რთული და ფინანსურად გამანადგურებელი პროცესია, რომ გიშრის ტარება და წითელი ძაფის შეპმა ბევრად უფრო ლოგიკური, იაფი და უმტკივნეულო გამოსავალია. სტატისტიკას შევხედოთ. საქართველოში მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისა და წამლების ღირებულების საშუალოდ 77-79% საკუთარი ჯიბიდან ფარავენ. დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების შეფასებით საქართველოს ევროპისა და ცენტრალური აზიის 59 ქვეყანას შორის ჯიბიდან გადახდების სიმძიმით მეათე ყველაზე ცუდ პოზიციას იკავებს. ანუ ევროპაში თუ ავად გახდი, ექიმთან მიდიხარ, ჩვენთან კი ავად გახდობა ნიშნავს, რომ ლომბარდში უნდა წახვიდე. ამიტომ რა თქმა უნდა მირჩევნია მეზობელი ლუიზას შურიამ ზერას დავაბრალო ჩემი არითმია, ვიდრე აფთიაქის ჩეკს შევხედო და უკვე ნამდვილი ინფარქტი დამემართოს. აი სისტემის სრული მტაცებლური და არაჰუმანური სახე ვლინდება მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ხომ გვახსოვს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციები. ანდაც ამ წამს მიმდინარე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნები. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო დაცვა, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ქუჩაში გამოსვლა, შიმშილობა და ღამეების თევა მთავრობის კანცელარიასთან, რათა შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები მოიპოვონ. და ამ მშობლების შეუპოვარი საქციელი ყველა დაზარალებულისთვის უნდა იყოს სამაგალითო. მაგრამ რეჟიმისთვის ის ძალიან სახიფათოა. იმიტომ რომ ბიზნეს სისტემას აწყობს ყველაფრის აბსტრაგირება და პასუხისმგებლობის არიდება. იცით როგორია სახელმწიფოს რეალური სახე? ექიმი სალომე კვარაცხელია იხსენებს ქოცების ჯანდაცვის მინისტრისა და მშობლების შეხვედრას. როცა მშობლებმა სარჯველაძეს კითხეს, ეს რომ თქვენ შვილს ჭირდეს, რა სიზამდით? იმან უპასუხა, ჯვარი მწერია. გესმით? ეს არის მათი პოლიტიკის მთავარი ხაზი. მინისტრი, რომელმაც წესით პრობლემა უნდა გადაჭრას, პირდაპირ გვეუბნება, რომ ეგ შენი პირადი ტრაგედია, მე ჯვარი მწერია და გარბის. არანაირი შავი გიშერი, წითელი ძაფი და მარილის მოყრა არ გვიშველის ისეთი მთავრობის ხელში, რომელიც ჩვენს უბედურებაზე უბრალოდ შელოცვებს კითხულობს ამ პირიქით. აქეთ გვდებს ბრალს манипуляციაში. ჩვენი წნევა მაშინ დაიწევს და შაქარიც მაშინ დასტაბილურდება, როცა ჩვენს პრობლემებს ავთვალს კი არა, თავის ნამდვილ პოლიტიკურ სახლს დავარქმევთ. ჩვენს რეიტინგში მეორე ადგილზეა საყოფაცხოვრებო ომების მთავარი კატალიზატორი, მარილის დაყრა. ყველა მიცით ეს მომენტი. ვიღაცა შემთხვევით მარილი გადმოეყრება და იწყება პანიკა. ვაი მე მარილი დაგეყარა, დღეს სახლში უეჭველი ჩხუბი და აყალმაღალი იქნება. მერე სასწრაფოდ იღებენ ამ მარილს და მარცხენა მხარეს ეშმაკისკენ ისვრიან ციკლს, რომ ითომ განხეთქილება აირიდონ თავიდან. სინამდვილეში ამ ცრურწმენასაც ძალიან მარტივი ისტორიული ახსნა აქვს. საუკუნეების წინ მარილი და მარილის საბადოები, მეგობრებო, იმდენადვე ძვირფასი იყო, რამდენადაც დღეს ნავთობი და ნავთობსაბადოები. სხვა შორის ეტიმოლოგიურად ინგლისური სიტყვა სელარი, ანუ ხელფასი, მოდის ლათინური salariumიდან. რაც რომაული ჯარისკაცებისთვის მარილის შესაძენად გადახდილ ფულს გულისხმობდა. ის არასდროს უფასურდებოდა. მარილი იყო მაშინდელი ოქროს სტანდარტი. და სახლში ამ ხელა ქონებას რომ იატაკზე დაყრიდი, ცხადია ამის გამო ცოლი აუცილებლად მოგთეთქვავდა.
დრო გავიდა, მარილი გაიაფთა, მაგრამ ჩხუბის მისტიური შიში ცრუ რწმენად შემორჩა. ახლა დაფიქრდით, 5 გრამი მარილის დაყრა თუ მართლა ოჯახის წევრებს აჭყუბებს. ქვეყანაში რაც ხდება, ის რას უნდა დავაბრალოთ. დღეს საქართველოში ისეთი პოლარიზაციაა, ეგ მითი მართალი რომ იყოს, გამოვა რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე კამაზებით ეზიდება მარილს და მთელ საზოგადოებაში პირდაპირ თავზე გვაყრის. პრინციპში ასეც არის. ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 29 აპრილის ცნობილ გამოსვლაში ფაქტობრივად აიღო ერთი 50 კილოიანი მარილის ტომარა, შუა საქართველოში გადმოაპირქვა და გვითხრა. ახლა დაერიეთ ერთმანეთს. გამოიგონეს გლობალური ომის პარტია, მოსახლეობის ნახევარი ქვეყნის მტრებად გამოაცხადეს. რუსული კანონი შემოგვაჩეჩეს და ევროპული მომავალი დე-ფაქტოდ გაგვიყინეს. ქუჩაში სპეცრაზმი და ტიტუშკები გამოუშვეს. მომიტინგეები დაასახიჩრეს. ოპოზიციონერებს სადარბაზოებში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხალხი მძევლად აიყვანეს და მერე ჩვენვე დაგვაბრალეს. თქვენი ბრალია პოლარიზაციაო. პოლარიზაციას ჭირდება რადიკალიზმის შემცირება ოპოზიციაში. 2026 წელს ქოცობა სხვანაირად ვერ არსებობს. ეგენი ცოცხლობენ და იკვებებიან მხოლოდ მაშინ, როცა საზოგადოება დაპირისპირებულია. მაგრამ როცა ეს პოლარიზაცია პიკს აღწევს და ხალხი ამ აბსოლუტური სასოწარკვეთითა და სიძულვილით იღლება, ლოგიკურია რომ ვიღაცამ ვითარება უნდა განმუხტოს. და აქ ერთვება მათი მთავარი წესი. ვინც ამ დაპირისპირებას ამოხსნის და ხალხს დაამშვიდებს, ისიც აუცილებლად ქოცი უნდა იყოს. სხვანაირად არ შეიძლება. სხვა ხომ არ დაუთმობენ გადამჩენელის როლს. ხო და სწორედ ამიტომ სცენაზე მოულოდნელად გამოგვიყვანეს ახალი შველელი. ცოტნე ივანიშვილი. ხომ ნახეთ, სად და ვისთან გამოგვიყვანეს? ქართული ოცნების ახალგაზრდულ ფრთასთან. დიახ, ზუსტად იმ ახალგაზრდების თაობასთან სალაპარაკოთ, რომლებსაც მამამისმა მთელი წელი თვალებში ცრემლსადენი გაზიასხა და ტიტუშკები მიუსია. ამ ყველაფრის მერე ტიპი გამოვიდა სცენაზე და ისეთი ანგელოზის ხმით დაგველაპარაკა, გეგონება ახლა ჩამოფრინდა სკანდინავიიდან. დააკვირდით ამ გენიალურ ფორმულირებას. ასე არ უნდა მომხდარიყო. თითქოს რაღაც სტიქიური უბედურება იყო, თითქოს ცუდი ამინდი გამოვიდა, ან მეტეორი ჩამოვარდა, რომელსაც გვერდი ვერ აუარეთ. არ უნდა მომხდარიყო კი არა, ეგ პირდაპირ მამაშენის და მაგისი მინისტრების დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. შენ გონია ეგ დასახიჩრებული ხალხი ქუჩაში ბანანის ქერქზე სრიალებდა და შემთხვევით ტყდებოდა ნეკნებში. ამის მერე ეგრევე ჩაირთო სამთავრობო პროპაგანდაც და დაგვიწყეს ახალი მესიჯების ტენვა. აი ნახეთ, რა კეთილი და ზრდილობიანი ბიჭია, რა პატრიოტული პოზიცია აქვს. მოდი ახლა ამას ვესაუბროთ. დისკუსია გავმართოთ და პოლარიზაცია დავასრულოთ. და ვინც ამას არ დათანხმდება, ისევ იმას დააბრალებენ ქვეყნის მტრობას. სინამდვილეში ეს არის ოლიგარქიული დინასტიის გადარჩენის ყველაზე ცინიკური ტრიუკი. მამამ გაანადგურა დემოკრატია. საზოგადოება მიიყვანა სრულ ისტერიკამდე და როცა ხალხი ამ ქაოსისგან გამოიფიტა, სცენაზე შემოაგდო სუფთა წარსულის მქონე მემკვიდრე. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლო სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში. ამ დროს კი მეგობრებო, სანამ ჩვენ მარცხენა მხარეს მარილს ვისვრით ეშმაკის დასაფრთხობად, ნამდვილი ეშმაკები შუაგულ სცენაზე დგანან და ქვეყანას მემკვიდრეობით იფორმებენ. ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა. სხვა შორის ამ როლისთვის ბიძინა ბერას ამზადებდა, მაგრამ მოგეხსენებათ, ბერამ გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ მიეძღვნა თავი ხელოვნებისთვის. Did you say hi? და აი მივედით ჩვენი რეიტინგის პირველ, ყველაზე მთავარ და საშიშ ცრურწმენამდე. ეს არის სარკის გატეხვა. ყველამ ვიცით ეს მითი. სარკე თუ გაგიტყდა 7 წელი უბედურება არ აქცდება. ეს სრურწმენა ჯერ კიდევ ძველი რომიდან მოდის, სადაც ჯეროდათ რომ ადამიანის სხეული და სული 7 წელიწადში ერთხელ ახლდებოდა. ახლა წარმოიდგინეთ არქაულ ეპოქაში, როცა სიცოცხლის ხანგრძლივობა ისედაც მოკლე იყო, 7 წელში ფაქტობრივად თაობა ახლდებოდა. ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ეს 7 წლიანი წყევლა უკვე 12 თუ 14 წლიან ციკლად იქცა და ჩამოაყალიბა საქართველოს მთავარი ეროვნული ტურანული წყევლა. როდესაც ჩვენი სახელმწიფოს დამსხვრეულ, გაბზარულ სარკეში ვიყურებით, გვიპყრობს აბსოლუტური ფატალიზმი. ამათ მაინც ვერავინ მოერევა. წრეზე დავდივართ. ჩვენს თაობას აღარაფერი ეშველება და იქნებ მომავალ მაქნას რამე. მაინც გააყალბებენ და რა აზრი აქვს. და რაც მთავარია, გატეხილ სარკეშიარეკლილი საზოგადოებაც გატეხილია, დანაწევრებული და ხანდახან შეიძლება შეექმნას ილუზია, რომ სინამდვილეში ეს მისი დანაწევრებული ანარეკლია რეალობა.
აი ზუსტად ეს არის ის ილუზია, რომელზეც დგას ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატია. მათ უნდათ, რომ გჯეროდეს ჩვენი განწირულობის, მაგრამ იცით, როდის იფანტება ცრურწმენები, ილუზიები და ჩრდილები. როცა ჩაიხედები ნამდვილ სარკეში, ჩვენ შემთხვევაში კი ეს სარკე არის უბრალო და ზუსტი მათემატიკა. მოდით ვნახოთ, რას გვეუბნება ბოლო საარჩევნო რიცხვები. საქართველოში რეგისტრირებულია 3.5 მილიონი ამომრჩეველი. აქედან იცით, რამდენი ადამიანი რჩება სახლში და არ მიდის არჩევნებზე? 1.4 მილიონი. ანუ მოსახლეობის 40% მუდმივად უარს ამბობს საკუთარი ბედის გადაწყვეტაზე. ახლა შევხედოთ იმათ, ვინც არჩევნებზე დადის. ოპოზიციას წლების განმავლობაში ყავს სტაბილური ბირთვი, დაახლოებით 950.000-დან 970.000-მდე ამომრჩეველი, რომელიც მუდმივად წვიმაში და ქარში ხმას აძლევს ოცნების წინააღმდეგ. 2024 წლის არჩევნების მონაცემებით ქართულმა ოცნებამ მიიღო დაახლოებით 1.100.000 ხმა, ხოლო ოპოზიციამ ჯამურად 956.000. ყველაფრის გათვალისწინებით სხვაობა იყო 335.000 ხმა. და რა არის საჭირო ამ სხვაობის გასაბათილებლად და პოლიტიკური ცვლილებებისთვის? არანაირი ჯადოქრობა, მეგობრებო. საჭიროა მხოლოდ 168.000 ამომრჩევლის აზრის შეცვლა და გადმობირება. დიახ, თუ 168.000 ადამიანი ოცნებიდან წამოვა ოპოზიციისკენ, ის 335.000-იანი სხვაობა უბრალოდ ორთქლდება. რთულია ეს შესასრულებლად? რთულია. შეუძლებელია? არა. ახლა ვიღაც იტყვის, კაი რა, მაინც ხომ გააყალბებენ, შეაშინებენ, მოისყიდიან. მეგობრებო, რა თქმა უნდა გააყალბებენ და რა თქმა უნდა გააყალბეს. მაგრამ ამ ჩვენს გამოთვლებში ის 1.100.000 ხმა, რაც მათ დაიწერეს, უკვე მოიცავს გაყალბებასაც, დაშინებულ სიპების თანამშრომლებსაც, ჩამორთმეულ პირადობებსაც და დარიგებულ კარტოფილსაც. ეგ რიცხვი უკვე არის მათი ჭერი, მეგობრებო, და თავისთავად ყველაზე კრიზისულ მომენტში მეტი რესურსი უბრალოდ ვერ გამოავლინეს. უსასრულოდ გაყალბება შეუძლებელია. აი ესეთ პირობებშიც კი, აი გითხრეს ვინ და შემოგეხაზა? მითხრა. ორჯერ შემოხაზეთ? სამჯერ. ეს ხომ არჩევნები არაა. ეს ხომ არჩევნები არ არის. ისეთ რაში ჩანს, რომ გაყალბებასაც აქვს თავისი ჭერი. რაში და ივანიშვილს არ აქვს არც 100 მანდატი პარლამენტში და არც საკონსტიტუციო უმრავლესობა. განა არ უნდოდა ან მოერიდა? ძალიან უნდოდა. სასიცოცხლოდ უნდოდა, რათა მოერგო კონსტიტუცია თავის თავზე. თუნდაც გვინდა აუცილებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა. მე ამ დღეს ველოდები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე. მოერგო საარჩევნო სისტემაც, მაგრამ უბრალოდ სისტემურად ვერ გაქაჩა. თუმცა არც გეპარებოდეთ ეჭვი შემდეგ ჯერზე ყველაფერს იზამს, რომ მიაღწიოს ამ საწადელს. ხალხშიც კი გაივლის. ამიტომაც რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ამ დამსხრეული სარკის გამთელების და ქართული ტურინული წყევლის დაძლევის ერთადერთი გზა ერთიანობა და ორგანიზებული აქტიურობა. ეს არ არის სადღეგრძელო, ეს არის მათემატიკა. ჩვენ გვჭირდება რეალური ოპოზიციური სტრატეგია, მიძინებული უმრავლესობის გამოცოცხლება და დაახლოებით 15,000 ორგანიზებული და პრინციპული აქტივისტი 3,700 საარჩევნო უბანზე, რომლებიც ხმებს დაიცავენ. ეს ყველაფერი მარტივი არ არის, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნეთ, არც შეუძლებელი. რადგან როცა საქმეზე მიდგება, ავტოკრატიის დამარცხება ხდება არა ტოტალური ნოკაუტით, ერთი დიდი მოქნებით, არამედ პატარ-პატარა სტრატეგიული ნაბიჯების ერთიანობით. რეჟიმი კარგავს მითიურ, უძლეველ აურას. ხვდები, რომ დიქტატორებს არ აქვთ ყველგან და ყველაფერზე კონტროლი და სწორი ნაბიჯებით რეალურად შეგიძლია სურათის შეცვლა. და ეს შეგრძნება ბევრად უფრო ჯანსაღი და პრაგმატულია, ვიდრე ის, რაც ჩვენს თავს ხდება. ასე მოხდა უნგრეთში, ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც. და თუ ვინმეს გონია, რომ ჩვენ ამის უნარი არ გვაქვს და რაღაცნაირი დაწყევლილი ერი ვართ, უბრალოდ გაიხსენეთ ჩვენი საფეხბურთო ნაკრები. 30 წელი არაფერი გამოგდიოდა, წუწუნებდით, თავს ვიმართლებდით, გენეტიკას ვაბრალებდით, ქართველები ვართ, მენტალიტეტი გვაქვს ასეთი, 90 წუთის სირბილი არ შეგვიძლიაო. მერე რა მოხდა? მოვიდა ახალი თაობა, დასავლური, პროფესიონალური მიდგომით. მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელმაც გადმოიღო დასავლური კლუბების საუკეთესო პრინციპები და ამით დამტკიცდა, რომ თამაში და მოგება არათუ შეგვიძლია, არამედ ბუნებრივიცაა ჩვენთვის. თუ ფეხბურთში შევძელით ამ კომპლექსების გადაგდება, პოლიტიკაში რატომ ვერ უნდა შევძელოთ? იმედია ჩვენი პოლიტიკოსები, ოპოზიცია და აქტიური საზოგადოება ამ ამოცანების ამოხსნას ისწავლის. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ დიდხანს მოგვიწევს იმის ყურება, თუ როგორ სეირნობენ ზებრები და ზვიგენები ჩვენს ნერვებს. მე კი მაქვს დიდი იმედი, რომ როგორც ფეხბურთში ვნახეთ, ის, რისიც უკვე აღარავის გვჯეროდა, პოლიტიკურადაც ზუსტად ეგრე გავიმარჯვებთ. დიახ, ზუსტად აი ასე აღნიშნავთ საქართველოს პოლიტიკურ გამარჯვებასაც.
დღეისათვის სულ ესაა. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვალაიქებთ და გვიკომენტარებთ. თქვენ იცით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას. დროებით.